კიდევ ერთი თემა, რომელიც სამხედრო კონფლიქტს უკავშირდება, აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც Financial Times-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ დაიბეჭდა. ირაკლი ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ აფხაზეთის შემდეგ ანალოგიური შეთანხმება მოსკოვსა და ცხინვალს შორისაც გაფორმდება. თუმცა პოლიტიკური განცხადებების მიზეზი ინტერვიუს ის ნაწილია, სადაც პრემიერი უკრაინის დახმარებაზე საუბრობს. არის პირდაპირ ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების. ოპოზიციის წევრი ასეთ შეფასებას პრემიერ-მინისტრის იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით აკეთებს, რომელიც მან Financial Times მისცა. უმცირესობა ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს აკრიტიკებს, სადაც საუბარია დასავლეთის მიერ უკრაინის იარაღით მომარაგებაზე. მაგრამ მან თქვა, რომ მხოლოდ სანქციები ვერ შესვლის რუსეთის მოქმედებას. იმ დროს, როცა ისეთი საკამათო ნაბიჯები, როგორიცაა დასავლური ლეტალური იარაღით უკრაინის მომარაგება, იქ მხოლოდ ომის ესკალაციის რისკს იწვევდა. დიალოგის გარეშე ეს კონფლიქტი ვერ მოგვარდება. განაცხადა ბატონმა ღარიბაშვილმა. უნდა შედგეს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ლიდერთან. დასავლელმა ლიდერებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ. ეს არის პირდაპირი გზავნილი და გამეორება რუსული გზავნილისა, ეს არის პირდაპირი გამეორება იმისა, რასაც რუსეთი ამბობს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარება გაამწვავებს ვითარებას. სინამდვილეში ერთ-ერთი შანსი რუსეთის შეკავების არის კონსოლიდირებული მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პრემიერის ეს განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით რისკების შემცველია. საქართველოს დღეს ყავს ივანიშვილის დანიშნული პრემიერ-მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად მოუწოდებს დასავლეთს თავისუფალ სამყაროს, რომ არ მიაწოდონ თავდაცვითი იარაღი უკრაინას. მორალურ საკითხს რო თავი დავანებოთ, მას არ ესმის, რომ თუ უკრაინას არ აწვდიან თავდაცვითი იარაღს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსაც დიდი ალბათობით არ მიაწვდიან. თუ უკრაინას არ აქვს უფლება, რომ დაიცვას თავი, ესე იგი საქართველოსაც არ აქვს უფლება, რომ დაიცვას თავი. ვცდილობთ ჩვენი მთავრობა, რომ უფრო მეტად გახადოს საქართველოს დამოკიდებული საოკუპაციო სახელმწიფოზე. საერთო ჯამში ჩვენ ყავს ოლიგარქ ივანიშვილის მიერ მართული მთავრობა, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. საპირისპირო სამტკიცებენ მართველ გუნდში და პრემიერის ნათქვამში მხოლოდ მოწოდებას ხედავენ, რომლის მიხედვითაც დასავლეთმა რუსეთის მიმართ პოზიცია კიდევ უფრო უნდა გაამკაცროს. ეს იქნება ეფექტური სანქციები, ეს იქნება იარაღის მიწოდება, თუ სხვა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებასთან. ეს აუცილებლად უნდა იყოს ალბათ კომპლექსური მიდგომა, თუმცა უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული მოცემულობიდან და საჭიროებიდან, რომელიც საერთო ჯამში კომპლექსურად პროცესს უნდა ხმარდებოდეს. ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის მსგავსი განცხადებების ფონზე ქვეყანას დასავლეთთან ურთიერთობაში პრობლემები შეექმნას. ღარიბაშვილის სიტყვებს ისინი რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს ადარებენ. ძალიან გავს ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს, როცა არიგებს ჭკუას რუსეთის ფედერაცია დასავლეთს როგორ მოიქცეს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვითხოვდეთ უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სწორედ თავდაცვითი შეიარაღების მოწოდებას, ჩვენ გვაქვს გაუგებარი პოზიცია. საჯაროდ ამ мотиваციის გაჟღერება არ ამგონია სწორად იქნას გაგებული საზოგადოებისგან იმ თავრობის უპირველესი პირისგან, რომელიც თავად არის ჩართული რუსეთთან პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში. ვრცელი ინტერვიუ პრემიერ-მინისტრმა გამომცემლობა Financial Times ლონდონში ვიზიტისას მისცა. ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს დასავლეთს დაგმოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მას მოსკოვის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს უწოდებს.